და პრესის სამსახური სად ვიკითხოთ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. თქვენ ხო თანამშრომელი ბრძანდებით და არ იცით პრესის სამსახური სად არის? არა. იქნებ ვინმე დაგველაპარაკოს მაშინ და არავინ არ არის ხელმძღვანელი. უფროსობა არ არის? გასულები არის. აი იქნებ შიგნის დროს ხედან იმას დაუძახოთ იმის და იქნებ ვინმე დაგველაპარაკოს. გვაინტერესებს რეაგირება თუ მოხდა რამე აღნიშნულ ფაქტზე. პოლიციის მხრიდან. არ ვიცი, ვერ გიპასუხებს, მიმართეთ პრესის სამსახურს. და პრესის სამსახური სად ვნახოთ? აბა თქვენ თუ არ გაქვთ პრესის სამსახური, სად ვიკითხოთ პრესის სამსახური? ერთი წუთი გაგვეცით რა პასუხი თუ შეიძლება. სამსახურიდან ბრუნდებოდი, როდესაც ხიდზე ბატონმა გეგი ჩხეტიანმა თავის თანხმდელობ პირთან ნინო ჩხეტიანთან ერთად მანქანა მომართა ჩემსკენ და რომ არ გავწეულიყავი კიდემდე ბოლომდე, იმიტომ რომ იმ ხიდეს არ აქვს ცალკე საფეხმავლო გზა, მე აუცილებლად გადამიტანდა ბატონი ჩხეტიანი. ეს გეგი ჩხეტიანი არის უშიშროებისა თუ კუდის სამსახურის წარმომადგენელი პიროვნება, რომელიც მთელი არჩევნებამდე პერიოდში ატერორებდა მოსახლეობას და პირადად ჩვენ არაერთხელ დავკვებოდა კუდში. მე გავაგზავნე ჩვეულებრივად სვლა და დაახლოებით 3 წუთში მზიური ჯაფარიძის სახლამდე არ მისული, მან იგივე მანევრი გაიმეორა, მანქანა ისევ ჩემსკენ მომართა, იქ არის პატარა აივანი და მე უბრალოდ მოვახერხე ახტომა, თორე იგივე იქნებოდა იქაც, ну შეიძლება რომ მას გადავეტანე. მე შემდეგ მან მინას ჩამოუწია, სიცილი დაიწყო ნინო ჩხეტიანთან ერთად და გამომხედეს და ანუ სიცილით დამცინეს ასე რომ ვთქვათ, იმის გამო რომ მე გვერდზე გადავედი და არ დავდექი, ბუნებრივია ხო მე თავს ვერ შევგდებდი მანქანას. მივიყავი ბატონი ბიზნესში დანიასთანაც, მინდა გითხრათ რომ ბატონი ბიზნესამ მიმიღო ძალიან კარგად, მე საჩივარი დავწერე ბატონ გეგი ჩხეტიანზე და მე ველოდები რომ ისინი რეაგირებას მოახდენენ. მე ვიყავი აქ პროკურატურაშიც, პროკურორის სახელით დავწერე განცხადება რომ ვთხოვთ გავარკვიოთ რატომ და რის გამო. პლუს ამას ის რომ ბატონი ჩხეტიანი ალკოჰოლის ქვეშ იმყოფებოდა. ჩხეტიანი, მე ვითხოვ რომ მას სასწრაფოდ ჩაუტარდეს ალკოტესტი, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ეს მე ყველაფერი დავაფიქსირე 5-ის ნახევარზე, ეხლა არ ვიცი რომელი საათი არის, ჯერ კიდევ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მე ვიცი რომ ბატონი ჩხეტიანი განაგრძობს кейფს ის ნასვამ მდგომარეობაში ქალბატონ ნინო ჩხეტიანთან ერთად, აი ეხლაც დაიარება ზემოთქვემოთ მესტის რაიონის ქუჩებს ისე რომ არავინ რეაგირებას არ ახდენს. ფაქტია რომ ის გამიზნულად წამოვიდა ჩემსკენ. იმის გამო რომ მე ვარ ინფოცრის ჟურნალისტი, აი ეს არის მთავარი მიზეზი.